შუადღემშვიდობისა მოგესალმებით ყველას. მედია კავშირი ობიექტივის პირდაპირ ეთერში გადაცემა ინტერაქტივია. მე შორენა ჭიაურელი. ჩვენი გადაცემის ფორმატი თქვენთვის ცნობილია 557-85-58-88 გვეკავშირდებით და ჩვენს დღევანდელ ინტერაქტიულ გამოკითხვაში იღებთ მონაწილეობას. განსხვავებული ფორმატის იქნება, შეიძლება ასეც ითქვას, რადგან თქვენის მხრიდან ჩვენი აქტიური ტელემაყურებლის, ასევე რადიო მსმენელის მხრიდან, ვინც გვისმენს რადიო სიხშირე FM 105 და 1-ზე, ძალიან მოკლე და კონკრეტული პასუხები მჭირდება. ჩვენ დღევანდელი კითხვა ასე გამოიყურება 4 ოქტომბრის თვითარჩევნებში თუ რომელ პარტიას ან გაერთიანებას უჭერთ მხარს. იცით რომ ორ დღეში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია, ანუ 4 ოქტომბერს შესაბამისად ვირჩევთ დიდ ქალაქებში მერებს და ამასთან ერთად საკრებულოს წევრებს საკრებულოში. ბუნებრივია ასე რომ თქვენი პოზიცია როგორია ზოგადად მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით, მათ შორის თქვენი მოლოდინები აი ამ მიმართულებით მოვისმენ მე თქვენს აზრს, უფრო კონკრეტულად რომელ პოლიტიკურ პარტიას და გაერთიანებას უჭერთ მხარს. კონკრეტულად შეგიძლიათ დაასახელოთ ესა თუ ის თქვენთვის სასურველი და სანდო პოლიტიკური ძალა. 557-88-95-98 ველოდებით მაყურებელს, ვინც შემოგვიერთდება და მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას ბრძანებს. პირდაპირ ეთერში მაყურებელია, გისმენთ ყურადღებით გამარჯობა. პატრიოტთა ალიანსი უჭერთ მხარს. რატო პატრიოტთა ალიანსი? შეგიძლიათ სულ ორი სიტყვით მე ჩემი ინიციატივით ჩაგეძიებით თუ შეიძლება. რატომ პატრიოტთა ალიანსი? არ ვიცი. მან ობიექტივ სუსმენ რაც გაახსნა. დიახ. თითქმის ეს არის და რაც პატრიოტთა ალიანსი დარეგისტრირდა პარტიაში. კი ბატონო, კარგი, დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. მე შევეცდები მაქსიმალურად მოვინიშნო ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელსაც დაასახელებს ჩვენ დღევანდელი მაყურებელი, ვინც შემოგვიერთდება და ბოლოს გადაცემის თვის განკუთვნილი დროის ამოწურვის შემდგომ რეზიუმის სახით შევაფასოთ და ნახოთ, ასე ვთქვათ, აი ამ 50 წუთის განმავლობაში თუ რომელ პოლიტიკურ ძალას რა რაოდენობა ამომრჩეველი ეყოლება. მაშინ ასე 557-88-95-98 გვეკავშირდებით ობიექტივის პირდაპირ ეთერში 4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნებში რომელ პარტიას ან გაერთიანებას უჭერთ მხარს. მაყურებელი ხაზზე შემოგვიერთდა, პირდაპირ ეთერში ხართ, გამარჯობა. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ხართ, თუ შეიძლება თქვით თქვენი პოზიცია? დიახ, მოგესალმები, შორენა გენასველი. დიახ. რა თუნდა ორი სიტყვა პატრიოტთა ალიანსი, იმიტომ უჭერ მხარს რომ ეს ხალხი არის ეროვნულად მოაზროვნე, ეროვნულად სასმის გამკეთებელი. დიახ, დიდი მადლობა. უბრალოდ მე მინდა გთხოვოთ რომ გაითვალისწინოთ ჩემი ასე ვთქვათ გადაცემის დასაწყისში მოთხოვნა რომ კონკრეტულად მხოლოდ დღევანდელ გადაცემაში უნაიდან აღხსენი რომ არის განსხვავებული ფორმატი და დაასახელოთ პოლიტიკური პარტია მათ შორის გაერთიანება თქვენთვის ასურველი რომელსაც ენდობით და 4 ოქტომბერს ანუ შაბათს დაუჭერთ მხარს. პირდაპირ ეთერში შემდეგი მაყურებელია, მოგესალმებით. ალო. გამარჯობა. გამარჯობა. კარგულ ოცნებას. კარგით, მადლობა თქვენს. დაგემშვიდობებით 557-88-95-98. შემდეგი მაყურებლის აზრიც გავიგოთ, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას ან გაერთიანებას უჭერთ მხარს 4 ოქტომბერს სულ ორ დღეში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. მაყურებელს უსმენთ, გამარჯობა. მოგესალმები, შორენა პატრიოტთა ალიანსი. გმადლობთ, მადლობა ზარისთვის, ნახვამდის. შემდეგი მაყურებელი შემოგვიერთდება დიახ რამოდენიმე წამში, თქვენ იცით რომ 4 ოქტომბერს ვირჩევთ საკრებულოს წევრებს, მათ შორის დიდ ქალაქებში მერებს. ასე რომ როგორია თქვენი მოლოდინი და გაამართლებს თუ არა, რა თქმა უნდა ეს 4 ოქტომბრის შემდეგ იქნება ბუნებრივია ჩვენთვის ყველასთვის ცნობილი, მთავარია სწორი არჩევანის გაკეთება, ხომ? პირდაპირ ეთერში ხართ, გამარჯობა. გამარჯობა, ჩემო კარგი. დიახ. პატრიოტთა ალიანსი. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის, აზრის დაფიქსირებისთვის 557-88-95-98 შეგიძლიათ მაქსიმალურად მიიღოთ ჩვენს დღევანდელ გამოკითხვაში მონაწილეობა თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას და ასე თუ გაერთიანებას უჭერთ მხარს. გამარჯობა. რვიანი. კარგი, დიდი მადლობა თქვენს არისთვის. რვიანი, ანუ პატრიოტთა ალიანსი, თქვენი რჩეული პოლიტიკური პარტია 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ასე რომ ვთქვათ.
შემდეგი მაყურებლის ხაზია თქვენი არჩევანი თუ შეიძლება რომ გავიგოთ გამარჯობა გამარჯობა ალო გამარჯობა თუ შეიძლება დაუწიეთ ტელევიზორს დაუწიეთ კარგი თქვით თუ შეიძლება კარგი სამწუხაროდ დავამშვიდობები მაყურებელს მე მომიწევს მაშინ ეს ახსნაც იმაყურებლისთვის ვინც ამ პირველად გვირეკავს რომ დარეკავთ ღია ეთერში დაუწიეთ აუცილებლად ტელევიზორს ტექნიკურად ფიზიკურად ვერ შედგება ჩვენ შორის კომუნიკაცია და ვერც თქვენს არჩევანს ვერც გავიგებთ ასე საჯაროდ მოგესალმებით გისმენთ გამარჯობა გეცვალე ხოლო და ხოლო რვიანი დიახ გასაგებია, მადლობა თქვენს პოზიციისთვის ნახვამდის 557-58-55 გვიკავშირდებით აი ამ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე 4 ოქტომბერი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღია. ვირჩევთ მერებს და ვირჩევთ საკრებულოს წევრებს. როგორია თქვენი აზრი, რომელ პოლიტიკურ პარტიას ან მათ შორის გაერთიანებას უჭერთ მხარს? სწორედ აი ეს კითხვა გახლავთ დღეს ჩვენი ინტერაქტივისთვის მთავარი განსაზღვრული, ამიტომ მოკლედ და კონკრეტულად შეგიძლიათ თქვენი აზრი გამოთქვათ. რასიალოდებით თვითმმართველობის არჩევნებიდან ზოგადად იცვლება თუ არა რაიმე ქვეყანაში მნიშვნელოვნად მსგავსი კითხვები ჩვენ არაერთხელ დაგვისვამს მაყურებლის მხრიდან, რა თქმა უნდა, პოზიციაც მოგვისმენია, თუმცა რამდენად გამართლებულა ბოლოს, ასე ვთქვათ, დადებითი აზრის მატარებელი საზოგადოების აზრი, ეს კიდევ ცალკე საკითხია. ყოველ შემთხვევაში ახლა არის მნიშვნელოვანი ის, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას ან გაერთიანებას უჭერთ მხარს 4 ოქტომბერს. მოგესალმებით. რიანი. დიდი მადლობა თქვენ ჯარისთვის ნახვამდის ფაქტობრივად ამ დროისთვის პატრიოტთა ალიანსი, რომელსაც უჭერს მხარს საზოგადოება მოახლოებულ არჩევნებში. რას ფიქრობს შემდეგი მაყურებელი ჩვენი საკონტაქტო თქვენთვის ცნობილია გამარჯობა. რიანი. კარგით, მადლობა თქვენ ჯარისთვის. დიდი მადლობა. და რა თქმა უნდა მე მაქსიმალურად ველოდები მაყურებლის პოზიციას. დიახ, თუ გვყავს მაყურებელი ხაზე, დიახ, გამარჯობა გენცოლი. გამარჯობა, გისმენთ. რიანს ალტერნატივა არ აქვს. გასაგებია, რვიანს ალტერნატივა არ აქვს, ეს არის თქვენი პოზიცია შესაბამისად პატრიოტთა ალიანსი, რომელიც თქვენ დაასახელეთ პოლიტიკური პარტიების ჩამონათვალში, ვინც იღებს ორ დღეში არჩევნებში მონაწილეობას. მოგესალმებით თქვენს ბრძანეთ გამარჯობა. მესმის კი ისაუბრეთ. რვიანს მარტო ერთი რამის მეშინია არაფორმალური ცესკოს თავმჯდომარე დინარაძე ეს ხმები მოსვლის ხვიჩიაზე არ გადანაწილოს გასაგებია თქვენი აზრი, დიდი მადლობა პოზიციისთვის. გმადლობთ და დაგემშვიდობებით. 557-88-55-88 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში რომელ პარტიას ან გაერთიანებას უჭერთ მხარს. განსაკუთრებით იმ მაყურებლისთვის, ვინც ახლა შემოგვერთდება, მე ხშირად მიწევს კითხვის გამეორება. ამიტომ ვთმობთ დროს მორიგ მსმენელს გამარჯობათ. გამარჯობა. ალო, გამარჯობა. დიახ. პატრიოტთა ალიანსს ვაძლევ ხმარ. კარგით, დიდი მადლობა თქვენ ჯარისთვის, რომ მიიღეთ გამოკითხვაში მონაწილეობა, დავალოდოთ ასევე იმ მსმენელს, ვისაც აქვს სურვილი შემოგვერთდეს და მისთვის სასურველი სანდო პოლიტიკური პარტია დაასახელოს, ის პირდაპირ ეთერში გყავს გამარჯობათ. გამარჯობათ. დიახ, გისმენთ. 41 გამოკლებული 33. კარგით. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის დაგემშვიდობებით. ნახვამდის. 557-88-55-88 ესე განსხვავებულა დააფიქსირა მაყურებელმა პოზიცია. გმადლობთ თქვენ ზარისთვის. გისმენთ ყურადღებით. გამარჯობა, პატრიოტთა ალიანსი, და ნომერ 1. დიდი მადლობა თქვენს. გმადლობთ ზარისთვის. მე რა თქმა უნდა თითოეულ ხმას აუცილებლად მოვინიშნავ იმისთვის, რომ გადაცემის დასრულებისას მაყურებელს მოვახსენო. რა თქმა უნდა ძალიან მცირე დროა 50 წუთი იმისთვის, რომ რაღაც კონკრეტული წარმოუდგენელია, თუმცა ჩვენი ფორმატიდან გამომდინარე, ჩვენი განსაზღვრული დროიდან გამომდინარე, რატომაც არა. როგორია მაყურებლის აზრი, მიახლოებით მაინც რომ წარმოვიდგინოთ. პირდაპირ ეთერში ხართ, გამარჯობა. პატრიოტებში მოგემ.
გმადლობთ თქვენ ძარისთვის. შემდეგ მაყურებელს შეუძლია შემოგვერთდეს, რომელიც ხაზზე გველოდება. თითოეულ ტელემაყურებელს მადლობას გადავუხდი, რა თქმა უნდა, აქტიურობისთვის გისმენთ ყურადღებით. გამარჯობა. გამარჯობა. თქვენი თაგვანის მცენელი ვარ და მანომის შემოხაზა მაუცი. დიდი მადლობა თქვენ ძარისთვის და გემშვიდობებით. კი ბატონო, თქვენ იცით რომ არჩევნებში კარგით მაყურებელია, ფაქტობრივად თქვენია ეს დრო და ამიტომ მე ნაკლებს ვისაუბრებ. პირდაპირ ეთერში ხართ, გამარჯობა. გისმენთ? ძალიან კარგი. გმადლობთ თქვენ ზარისთვის. დაგემშვიდობებით თქვენთვის სასურველი სანდო რჩეული პოლიტიკური ძალა, რომელსაც უჭერთ მხარს 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. მოგესალმებით. გაიჩიშა და პატრიოტებს ვაძლევ. დიახ, მე მოვინიშნე თქვენი ხმა. დიდი მადლობა, მე მოვინიშნე ნამდვილად თქვენი ხმა. გმადლობთ ზარისთვის, ნახვამდის და დავალოდოთ შემდეგ მაყურებელს, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ვირჩევთ მერებს დიდ ქალაქებში და ასევე საკრებულოს წევრებს. გამარჯობა. ალო, გამარჯობათ. შეკეთებით მომესინეთ შილო. ეხლა ეს ადამიანები სიტყვილად რეკავენ, ყველა უკვე უცნობად მითებს მაინც. ძალიან გთხოვთ, ქალბატონო, თქვით კონკრეტულად, რომელი პოლიტიკური პარტიაა თქვენთვის რჩეული პარტია თუ გაერთიანება? არ საუბრობთ დღეს სხვა დეტალებზე, არ საუბრობთ ვინაიდან გადაცემის ბოლოს მე მინდა რომ რაღაც შეჯამება გავაკეთოთ. დავამშვიდობეთ მაყურებელს, გთხოვთ, აი ეს ერთხელ გაითვალისწინოთ ჩემი პოზიცია, მე არ ვარ ხოლმე ხშირი თხოვნით მაყურებელთან, ამიტომ აი ეს ფორმატი არის დღეს განსაზღვრული და მინდა მაქსიმალურად მეტი ზარი და პოზიცია მოვისმინო. მოგესალმებით. გამარჯობა. რვიანი. დიდი მადლობა. გასაგებია, გმადლობთ თქვენ ზარისთვის. ნახვამდის. შემდეგ მაყურებელს ისე რა თქმა უნდა ველოდებით ხაზზე, რომელიც გუკავშირდება ფაქტობრივად არაერთი მაყურებელია ხაზი. დიახ, ეთერში ხართ, გისმენთ? გამარჯობათ. დიდი სიყვარულით პატრიოტთა ალიანსი. დიდი მადლობა. გასაგებია თქვენი აზრიც და მის დამრჩენია ისევ შემდეგი მაყურებელი შემოვიყვანოთ. დიახ, სულ რამოდენიმე წამია ამისთვის საჭირო, რომ მოხდეს ზარიდან ზარზე გადართვა. მოგესალმებით, გისმენთ? რა თქმა უნდა, პატრიოტთა ალიანსი. პატრიოტთა ალიანსი. პატრიოტთა ალიანსი. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის, ნახვამდის. 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში რომელ პარტიას ან გაერთიანებას უჭერთ მხარს, ეს ჩვენი დღევანდელი შეკითხვა, მოკლედ შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი არჩევანი თავისუფალია, პოლიტიკური ძალა იქნება, პარტია იქნება ეს თუ გაერთიანება დაასახელოთ ღიად. გამარჯობა. გამარჯობა. გისმენთ? ძალიან კარგი იქნებოდა რომ ისევ ერთად ყოფილიყავით, მაგრამ ამ შემთხვევაში სამნომერს ვაძლევ ხმას. კარგით. მადლობა თქვენ ზარისთვის. შეფასებებს არ ვაკეთებთ, მხოლოდ და მხოლოდ შეფასებები ძალიან შორს წაგვიყვას დამეთანხმებით და თან არაერთი გადაცემა გქონია, როდესაც განვიხილავთ ხოლმე თითოეულ პოლიტიკურ მნიშვნელოვან საკითხს. ხომ, შემდეგი მაყურებელი ხაზია, გამარჯობა. 8 ნომერი. კარგით. დიდი მადლობა თქვენც ასევე. ამ დროისთვის 21 ხმა, რომელიც პატრიოტთა ალიანსს ასე ვთქვათ, აქვს მაყურებლის მხრიდან. პირდაპირ ეთერში გისმენთ, თქვენც გამარჯობა. გამარჯობა გინცალე. დიახ. თქვენი მიუხედავად ჩემი სიმპათიებისა 41. კარგით, მადლობა თქვენ ზარისთვის. რა თქმა უნდა, ბუნებრივია, ყველა ადამიანს განსხვავებული პოზიცია აქვს, ამიტომ არის საინტერესო დღევანდელი გამოკითხვა, ძალიან მოკლედ შეფასებები გავაკეთოთ ზოგადად პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით, თუ ვის რომელ ძალას ენდობით. მოგესალმებით. რვიანი, კარგით, ანუ პატრიოტთა ალიანსი, გმადლობთ თქვენ ზარისთვის. შემდეგ მაყურებელი ისე უნდა შემოვიყვანოთ ეთერში, რომელიც დაასახელებს, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ პარტიას, ან მხოლოდ და მხოლოდ რიცხვს. გამარჯობათ. გამარჯობა. გისმენთ? მანომერს ვაძლევ ხმას. დიახ, პატრიოტთა ალიანსი ისევ და ისევ. გმადლობთ თქვენს ნახვამდის.
4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში რომელ პარტიას ან გაერთიანებას უჭერთ მხარს, დღევანდელი ინტერაქტივის მთავარი სასაუბრო კითხვა სწორედ ეს გახლავთ, მოკლედ და ასე ვთქვათ, დიახ, ლაკონურად ბრძანებთ თქვენს პოზიციას, შემდეგ მაყურებელს უსმენთ, გამარჯობა. გამარჯობა, კალბატონო, 8 ნომერი. დიახ, კარგით, პატრიოტთა ალიანსი, ანუ თქვენ იცით, რომ 2 დღეში 4 ოქტომბერს კარგით, იცით და შესაბამისად შეგიძლიათ ბრძანოთ, რომელ ძალას უჭერთ მხარს. მოგესალმებით. ნომერი 3, კონსერვატორები. კონსერვატორები. კარგით. დაგიმშვიდობებით. შემდეგი მაყურებელი ისევ პირდაპირ ეთერში გვყავს, გამარჯობათ. თქვენი რჩეული პოლიტიკა. ბატონო? ხოლოდ 2 ხმა არ მაგმე. თუ შეიძლება თავიდან გაიმეოროთ? არ მესმის. თუ შეიძლება თავიდან ბრძანეთ. იქნებ ტექნიკურ მხარეს ვთხოვ, მე სამწუხაროდ ვერ გავიგე რომელი პოლიტიკური პარტია დაასახელა მაყურებელმა, მოვინიშნავ აუცილებლად, თუ შემახსენებთ. კარგით, ნომერი 8 გასაგებია. 557-88-95 ჩვენი საკონტაქტო მორიგი მაყურებელი ხაზია, გამარჯობა. გამარჯობა. 8 ნომერი 2 კაცი. 8 ნომერი 2 კაცი. კი ბატონო, აუცილებლად თქვენც მოგნიშნავთ და კიდევ ვინც არის მეორე, იმასაც აუცილებლად მოვინიშნავ. დიდი მადლობა ზარისთვის. შემდეგი მაყურებელი, დიახ, გასაგებია. გამარჯობა. გამარჯობა. დიახ. 64. დაასახელეთ თუ შეიძლება პოლიტიკური პარტია. პოლიტიკური პარტია დაასახელეთ თუ შეიძლება, სამწუხაროდ მაყურებელი ხაზზე აღარ გვყავს, დაგემშვიდობებით. 557-88-95 გვირეკავთ საკონტაქტო ნომერზე, როგორც ტელემაყურებელს, ასევე რადიო მსმენელს შეგიძლიათ რა თქმა უნდა შემოგვერთდეთ და შემდეგ მსმენელს ვუთმობთ დროს, გამარჯობა. გამარჯობა, გენესწორე. არც უჭერთ სამნომერს, კონსერვატორებს და თქვენ არც უყურებთ საერთოდ პატრიოტთა ალიანსის მომხრეები და რა თქმა უნდა უპრობლემობა ექნება პატრიოტთა ალიანსი. დიდი მადლობა თქვენს რა თქმა უნდა აზრისთვის. და შემდეგ მაყურებელს ისევ და ისევ ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ასე აქტიურობთ, იღებთ ჩვენს გამოკითხვაში რა თქმა უნდა მონაწილეობას, ითვალისწინებთ ასევე იმ აზრს, რომ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ პარტიას ან გაერთიანებას ასახელებთ და დღეს ასე ვთქვათ შეფასებებისგან თავს ვიკავებთ. გისმენთ? გამარჯობა. გისმენთ? მათმოკბილება ამეცემ კბილები. თუ შეიძლება თუ შეიძლება იმახშებია ლაპარაკობენ ეს ახალგაზრდა მაგარი აი მასტიკერა ბლამა კულელო კბილები არა ლაპარაკობენ ჩათვა ისია კარგი ეს არის თქვენი აიცით რა ის მე ნამდვილად არ ვიცი უბრალოდ რა გითხოთ რა უცნაური შეფასება გაქვთ ნამდვილად დასახელეთ პოლიტიკური პარტია არის ეს თუ გაერთიანება მხოლოდ და მხოლოდ შეფასებებს არ ვაკეთებთ მით უმეტეს რა მიმართულებითაც თქვენ საუბრობთ. კარგით, ცოტა სერიოზულად თუ შეიძლება პირდაპირ ეთერში მაყურებელს უსმენ, გამარჯობა. გამარჯობათ. კარგით, დაველოდოთ ესე ხაზია მაყურებელი დიახ, თუ შეიძლება სულ რამოდენიმე წამი არის დიახ ხომ, საჭირო იმისთვის რომ მაყურებელი შემოგვერთდეს. ვინაიდან აქტიურობს მაყურებელი, ტექნიკურად არ მინდა რომ რაიმე ხელის შეშლა გამოიკვეთოს. გამარჯობათ. გამარჯობათ. დიახ. პატრიოტის ალიანსი უჭერ. პატრიოტის უჭერ ხმას. სამი ადამიანი. პატრიოტთა ალიანსს უჭერთ 3 ადამიანი მხარს. ეს იყო ხომ თქვენი პოზიცია თუ სწორედ გავიგე? კარგით, დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის, ნახვამდის.
557-55-55-88 ობიექტივის პირდაპირ ეთერში რომ მოხვდეთ, სწორედ აი ეს საკონტაქტო ნომერი უნდა გამოიყენოთ 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია და რომელ პოლიტიკურ პარტიას ან გაერთიანებას უჭერთ მხარს, ეს არის ჩვენი დღევანდელი შეკითხვა. თქვენთვის ორ დღეში ვირჩევთ ახალ მერებს და მათ შორის საკრებულოს წევრებს, მათზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული, რა თქმა უნდა, და შესაბამისად რამდენად სწორი არჩევანი იქნება გაკეთებული თქვენის მხრიდან, თქვენთვის სასურველი პოლიტიკური პარტია რომელია, შეგიძლიათ საჯარო დაასახელოთ. თუ შეიძლება მაყურებელი ხაზზე გვყავს, გამარჯობათ. კარგით. დიახ, რაც შეეხება ზოგადად კითხვებს, რომელიც ძალიან ხშირად ისმის, როგორი მოლოდინი აქვს მაგალითად საზოგადოებას არჩევნების მიმართ, რას ელოდებით თვითმმართველობის არჩევნებიდან, როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არა რეალურად ქვეყანაში მნიშვნელოვნად ის რიგი საკითხები, რაც ჩვენთვის მოქალაქეებისთვის პრობლემურია და მაგალითად მერები არიან ვალდებულები ან საკრებულოს წევრებს, დეპუტატებს შეუძლიათ, რომ გარკვეულწილად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ იმ კონკრეტულ პრობლემებში. რამდენად შესაძლებელია, რომ ეს რიგი საკითხები იქნას მოწესრიგებული. რომელ პარტიას ენდობით? პირდაპირ ეთერში ხართ, გამარჯობა. ნომერი 8. ნომერი 8, პატრიოტთა ალიანსი. კარგით. თქვენს დიდი მადლობა ზარისთვის, გმადლობთ პოზიციისთვის და განვაგრძოთ, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ მაყურებლის ზარია, ღია ეთერში გამარჯობათ. გამარჯობათ. საერთოდ ვარ თქვენი არხის მაყურებელი. როცა ხელმოწერები კეთებობა გასამართლეს მოკერია და ნარჩებიო ორჯერ მოგიწერეთ ხელი დისპატისცემთ რა თქმა უნდა, მაგრამ გულახდილად გეუბნებით მე დღეს ხმას ვაძლევ 41. ეს თქვენი გადასაწყვეტია, რა თქმა უნდა, გულახდილად უნდა დაასახელოთ პოლიტიკური პარტია იქნება ეს თუ გაერთიანება. გმადლობთ ზარისთვის, თუმცა გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მაქსიმალურად მინდა მაყურებლის ასე ვთქვათ, რჩეული პოლიტიკური ძალა იქნება ეს თუ გაერთიანება, რომელსაც დაასახელებთ მოვინიშნო. და არ დავკარგოთ დრო. 557-88-95-88 ვიკავშირდებით და მაყურებელს უსმენთ, გამარჯობა. გამარჯობა. ნომერი 3. ნომერი 3, კონსერვატორები, კი ბატონო. დიდი მადლობა თქვენს აქტიურობისთვის, დაგემშვიდობებით. საუბრობთ 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, სულ რაღაც 2 დღეში უკვე და ეს არჩევნებია, შესაბამისად, ნამდვილად საპასუხისმგებლო დღეა შემდგომი დღეებისთვის, რა თქმა უნდა, და მაყურებელს უსმენთ ისევ და ისევ ეთერში, გამარჯობა. ორი ადამიანი ნომერს ვადროთ ხმას. დიახ. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის, ნახვამდის. ამ დროისთვის კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნება 2 ხმა, პატრიოტთა ალიანსი 34 ხმა, კონსერვატორები ალტ-ინფო 4. კარგით, არაერთი მაყურებელი გველოდება და ბოლოს გადაცემის დროს დავასახელებ, გამარჯობათ. 8 ნომერი. კარგით, მადლობა თქვენ ზარისთვის, ნახვამდის. შემდეგი მაყურებელი შემოვიყვანოთ პირდაპირ ეთერში, რომელიც გვიკავშირდება და ის დაასახელებს პარტიას ან გაერთიანებას, რომელიც მისთვის რჩეულია 4 ოქტომბრის არჩევნებზე. მოგესალმებით. გამარჯობა. შეგიძლიათ ისაუბროთ, პირდაპირ ეთერში ხართ, ბევრ დროს სამწუხაროდ ვერ დაგითმობთ. დაგემშვიდობებით შესაბამისად. 557-88-95-88 განსაკუთრებით იმ მაყურებლისთვის, ვინც ახლა შემოგვერთ და პირდაპირ ეთერში, შეგიძლიათ იაქტიუროთ, თქვენს საჯაროდ თქვენი აზრი დააფიქსიროთ, რა თქმა უნდა, თავისუფალია თქვენი არჩევანი, ჩვენი ეთერი ღია გახლავთ, ამიტომ გისმენთ ყურადღებით, გამარჯობა. გამარჯობა. ბრძანეთ. ბრძანეთ. გამარჯობა. მოგესალმეთ. რავი, ეთერში როგორა? ეთერში ბრძანდებით, დაასახელეთ თქვენთვის მისაღები პარტია. თუ შეიძლება დაასახელეთ, სამწუხაროდ, სწორედაც რომ დაიბენით, დაუწიეთ ტელევიზორს, თუ შეიძლება გიბრუნდებათ ჩემი ხმა და შესაბამისად ფიქრობთ, რომ არ ხართ პირდაპირ ეთერში. 557-88-95-88 გუკავშირდებით აი ამ ტელეფონის ნომერზე და მაყურებელს უსმენ, გამარჯობა.
გამარჯობა. თქვენ გესმით ჩემი ხმა თუ შეიძლება ისაუბრეთ პირდაპირ ეთერში ხართ სამწუხარო დამაყურებელსაც დავემშვიდობეთ გთხოვთ რომ არ დავკარგოთ დრო მაქსიმალურად გავიგოთ ტელემაყურებლის აზრი 4 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით თუ რომელ პოლიტიკურ ძალას ანიჭებს უპირატესობას შეგიძლიათ დაასახელოთ რა თქმა უნდა პირდაპირ ეთერში მოგესალმებით გისმენთ ყურადღებით გემშვიდობით საკალბატონო შორენა გამარჯობათ მონიშნეთ რვიანი და კიდევ რუსეთ მამინდა სამწუხაროდ ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით დღეს ვერ მოვისმენთ აზრებს იქედან გამომდინარე რომ არის განსხვავებული ფორმატი და წინასაარჩევნოთ მხოლოდ და მხოლოდ მოკლედ ვისმენთ აზრებს რომელი პოლიტიკური პარტია ან გაერთიანება არის თქვენთვის სასურველი 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მაყურებელი ხაზია გამარჯობათ გამარჯობათ დიახ მე რადგან ვერ გავიგე ბოდიშის მოხდით სამ ნომერს ვადლებ 3 ნომერი კარგით მადლობა ზარისთვის თქვენს ნახვამდის კონსერვატორები დიახ მაყურებელი ისევ ხაზია გამარჯობათ ანი გასაგებია პატრიოტთა ალიანსი მადლობა თქვენს დაგემშვიდობებით 55788 გვიკავშირდებით აი ამ საკონტაქტო ნომერზე და ისევ მაყურებელი შემოგვერთ და რვიანი დიახ დიდი მადლობა თქვენს ასევე ზარისთვის ნახვამდის დიახ დავალოდოთ მაყურებელს ვინც ასევე შემოგვერთდება და ის უკვე ხაზზე გვყავს რამოდენიმე მსმენელი გველოდება ერთდროულად ამიტომ მე ფიზიკურად ვერ ვისაუბრებ მოგესალმებით ალო გამარჯობა გამარჯობა დაუწიეთ ტელევიზია ოჯახიდან 4 სამნომერს და რომელი პარტია არის თქვენთვის მისაღები 3 კარგით გასაგებია დიდი მადლობა თქვენს არისთვის დაგემშვიდობებით 55758 მაყურებელს შეგიძლიათ შემოგვერთდეთ 4 ოქტომბერს ანუ სულ რაღაც 2 დღეში შაბათს რომელ პოლიტიკურ პარტიას უჭერთ მხარს ეს არის ჩვენი შეკითხვა დღეს თქვენთვის ეს იქნება პარტია თუ ეს იქნება გაერთიანება თქვენთვის მისაღები ის ზალა რომელსაც ენდობით და თქვენს არჩევანს გაამართლებს ასე რომ ვთქვათ დაველოდოთ რა თქმა უნდა მაყურებელს საინტერესოა რა თქმა უნდა თქვენი აზრი რა მნიშვნელობა აქვს ზოგადად საზოგადოებისთვის არჩევნებს და აპირებთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას ეს კითხვები რა თქმა უნდა აქტიურია ყოველ შემთხვევაში დღევანდელი გადაცემიდან და ისედაც დარწმუნებული ვარ რომ არაერთი ადამიანი ანუ მაქსიმალურად საზოგადოების მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას თითოეული გამოკითხვის დროს წინასაარჩევნოთ არის რა თქმა უნდა პესიმისტურად განწყობილი საზოგადოების გარკვეული ნაწილით, თუმცა რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესია არჩევნებში მონაწილეობის მიღება, რომ ჩვენი მოქალაქეობრივი პოზიცია გამოვთქვათ, ხომ? დიახ, მაყურებელს უსმენთ. გამარჯობა. გამარჯობა 3 ნომერს დიახ, 3 ნომერი. კარგით, მოვინიშნე მე, რა თქმა უნდა, დიდი მადლობა თქვენს ზარისთვის დაგემშვიდობებით. შემდეგი მაყურებელი ხაზე მყავს გამარჯობა. ბატონო? როგორც ყოველთვის რვიანი. როგორც ყოველთვის რვიანი. დიახ, ანუ პატრიოტთა ალიანსი. დიახ. კარგად ზარდებოდეთ. მადლობა ამ პოზიციისთვის. 557-88-95 გვირეკავთ. გამარჯობა. გამარჯობა. მე რავი აი ამი და რო გაერთიანდეს თუ კაი იქნებოდა მაგრამ მოვაპირებოს არა ბატონო აი ბოლოს ვერ გავიგე 3 და 8 რომ გაერთიანდეს კარგი იქნებოდა კი ანუ არჩევანის წინაშე ხართ ანუ კონსერვატორები მიგრონების ადამიანები და დიახ თუმცა არჩევანს რომელ ნომერზე აკეთებთ 8 თუ 3 ბატონო ვერ გავიგეთ შეიძლება ტექნიკურ მხარეს თუ შეუძლია რომ ასეთ შემთხვევებში დამეხმაროს ძალიან კარგი იქნება ვფიქრობ 3 ნომერი დაასახელა მან ხომ კარგით კი ბატონო 3 ნომერი მადლობა ზარისთვის შემდეგ მაყურებელს უთმობთ დროს გამარჯობა
გამარჯობა გოგო. როგორც რბანი შემოყარგო და თქვენი ხანძარჭერები. 8 ნომერი. დიახურიანი. დიდი მადლობა. ნახვამდის. 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში რომელ პოლიტიკურ პარტიას უჭერთ მხარს? სწორედ ამ კითხვით შემოდიხართ პასუხით, უпростоრედ შემოდიხართ პირდაპირ ეთერში. გამარჯობა. გამარჯობა მერესმა. მე ხმას მიჩე. აი ყველაფერი დიდი პერიოდია ხო? ან თურქეთს ან ვიღაცას ეგეთს ესენი არც მე ახლის მიწები რომელი პარტია ვერ გავიგე სამწუხაროდ დაასახელეთ რა ან პარტია ან ნომერი ვერ მივხვდი ამიტომ მე მინდა რომ არც ერთი ხმა არ გამომრჩეს იმ მაყურებლისთვის ვინც პირდაპირ ეთერში დარეკავს მადლობა თქვენ ზარისთვის ნახვამდის 551 უკაცრავად 557 88 95-ზე გვიკავშირდებით პირდაპირ ეთერში ხართ გამარჯობა გამარჯობა დიახ 8 ნომერს ვაძლევთ 8 ნომერს. დიახ, დიდი მადლობა. მადლობა. 2 ხმა მოვნიშნე, რა თქმა უნდა, თქვენის მხრიდან. და ვფიქრობ მაყურებელი ხაზია, გამარჯობათ. პირდაპირ ეთერში ბრძანდებით, ისაუბრეთ თუ შეიძლება. დაასახელეთ პარტია იქნება ეს თუ პარტიის ნომერი, რომელთაც არის ის რეგისტრირებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. 557-88-95-ზე. მაყურებელი ხაზია, გისმენთ. 3 ნომერს ხარ. დიახ, 3 ნომერი. კარგით. მადლობა თქვენს დაგემშვიდობებით. გადაცემის დასრულებამდე ფაქტობრივად 20 წუთი გრჩება. ამიტომ მაქსიმალურად შეგიძლიათ ისარგებლოთ აი ამ დროით და რატომაც არა დაგუკავშირდეთ და შევაფასოთ რა მოცემულობა წინასწარ სავარაუდოდ ესე რომ ვთქვათ, მცირე წარმოდგენის სახით. პირდაპირ ეთერში მაყურებელია, გამარჯობა. 8 ნომერს ვაძლევ ხმას. კარგით, მადლობა თქვენს, რომ მიიღეთ გამოკითხვაში მონაწილეობა. თქვენი ხმა, რა თქმა უნდა, მე აუცილებლად მოვნიშნე და დაგემშვიდობებით. შემდეგი მაყურებელი ისევ ხაზია, გამარჯობა. პირდაპირ ეთერში ბრძანდებით, გისმენთ ყურადღებით ისაუბრეთ. 8 ნომერი, ვაძლევ. მადლობა ზარისთვის. დიახ, პატრიოტთა ალიანსი, რომელიც მოვნიშნეთ, გამარჯობათ. თქვენც ეთერში ბრძანდებით, გისმენთ. პატრიოტთა ალიანსი. დასაგებია. რომელი პოლიტიკური პარტია თუ გაერთიანება თქვენთვის მისაღები 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. გუკავშირდებით ჩვენი საკონტაქტო იცით, არაერთხელ აღვნიშნე უკვე და განსაკუთრებით ჩვენმა აქტიურმა ტელემაყურებელმა მხოლოდ და მხოლოდ უნდა აკრიფოთ ეს ციფრები და შემოხვიდეთ პირდაპირ ეთერში. გამარჯობა. გამარჯობათ, დაუწიეთ ტელევიზორს, გთხოვთ, არაერთხელ გთხოვეთ, მოგიწოდეთ. სამწუხაროდ მე თქვენს ხმას ვერ მივიღებ, ვინაიდან ვერ გავიგე, ფიზიკურად ვერ დაგელოდებოდით. დაუწიეთ ტელევიზორს და ესე შემოდით პირდაპირ ეთერში, გთხოვთ რომ გაითვალისწინოთ. ჩვენი შეკითხვა ძალიან მარტივია, თუმცა ძალზედ მნიშვნელოვანი. რომელი პარტია არის თქვენთვის სასურველი 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და ასევე რომელ გაერთიანებას უჭერთ მხარს, ბუნებრივია ესეც. ძირითადად ამ დროის განმავლობაში ქართული ოცნება დასახელდა პატრიოტთა ალიანსი აქტიურად და კონსერვატორები. სხვა პოლიტიკური პარტია, რომელიც რეგისტრირებულია შაბათი დღის ან 4 ოქტომბრის არჩევნებზე, ჯერჯერობით თქვენს დამეთანხმებით, ვინც გადაცემის დასაწყისიდან პირდაპირ ეთერში გვადევნებთ თვალს, არ დასახელებულა. შესაბამისად, ნახოთ რა გაგრძელება ექნება, მაქსიმალურად შეგიძლიათ შემოგვერთდეთ 557-88-95-88 და თქვენი შეფასება გააკეთოთ. გისმენთ, გამარჯობა. ხმას მიცემ 41 და იგი ყოფილი არწიფო და ნაციან ნაგავები გამყიდველები. 41 თუ ალტინფო, რომელი პარტია, თქვენ ხომ იცით რომ არჩევნებში 2 პარტიას ვერ დაუჭერთ მხარს, არა? ანუ ერთი რჩეული უნდა გააკეთოთ და რაც შეეხება ეს თქვენი შეფასება. კარგით, ეს თქვენი აზრია, მე ნამდვილად არ მეხება, მადლობა ზარისთვის. შემდეგ მაყურებელს უსმენთ, გამარჯობა. დაუწიეთ ტელევიზორს, გთხოვთ. ალო. გისმენთ.
ასჯელ 8 ნომერი რო ყველა გადაჯოყოს პატრიოტთა ალიანსმა დიახ ესე დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის ნახვამდის ველოდებით შემდეგ მაყურებელს 557 88 55 88 რადიოს მენელმაც მინდა ძალიან რომ მიაქტიუროთ თუ შეიძლება თქვენც შემოგვიერთდით დარწმუნებული ვარ არაერთი მსმენელი გვყავს ახლა ჩვენ ეს იქნება ავტომობილში საზოგადოებრივ ტრანსპორტში ასე რომ თუ არის შესაძლებელი მომართეთ ჩვენი საკონტაქტო ნომერი და მიიღეთ ჩვენს დღევანდელ ინტერაქტიულ გამოკითხვაში მონაწილეობა პირდაპირ ეთერში ხართ გამარჯობა პატრიოტთა ალიანსი. დიახ, პატრიოტთა ალიანსი. მადლობა თქვენი ხმისთვის. და ნახვამდის. მაყურებელს დიახ, რამოდენიმე დიახ, შემოგვიერთდება სულ მცირე დროში პირდაპირ ეთერში ჩვენი დღევანდელი კითხვა თქვენთვის უკვე ცნობილია. ვირჩევთ ახალ მერებს და ასევე საკრებულოს წევრებს. შესაბამისად ძალიან სწორი არჩევანი უნდა გავაკეთოთ და რომელია თქვენთვის ასურველი პოლიტიკური ძალა ასახელებთ მხოლოდ და მხოლოდ მას. გისმენთ? 8 ნომერი. დიახ, გავიგე. დიდი მადლობა თქვენს არისთვის, ნახვამდის. პატრიოტთა ალიანსი ნამდვილად რომელიც ამ დროისთვის აქტიურობს ასე ვთქვათ გამოკითხვაში. შემდეგი მაყურებელი. გამარჯობათ. გამარჯობათ. ისაუბრეთ დაასახელეთ პარტია. სამი კონსერვატორები. კარგით, მადლობა. ამ დროისთვის დიახ პატრიოტთა ალიანსი რომელიც ლიდერობს და შემდგომ უკვე მოსდევს კონსერვატორები პირდაპირ ეთერში მაყურებლის ხმა თუ შეიძლება. გამარჯობათ. გამარჯობათ. დავამშვიდობოთ მაყურებელს სამწუხაროდ მე არ მესმის მისი, ამიტომ ფიზიკურად ვერ შედგება კომუნიკაცია ჩვენს შორის. ორ დღეში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ველოდებით ყველა, როგორია თქვენი აზრი, რომელ ძალას უჭერთ მხარს, გისმენთ? რომელი პარტია არის თქვენთვის რჩეული, თუ შეიძლება? კარგით, მე აღარ გავაკეთებ შეფასებას, თქვენ იცით რომ როდესაც პირდაპირ ეთერში რეკავთ, დაუწიეთ ტელევიზორს, რომ გავიგო თქვენი აზრი. მაინც მომიწია ასე ვთქვა და გავაკეთე შეფასება. ვინაიდან ნამდვილად მინდა რომ თქვენი ხმა არ დაიკარგოს და ესეც იქნას მონიშნული. მოგესალმებით, გამარჯობა. გამარჯობათ. დიახ. გამარჯობა. ალო. გამარჯობათ, ქალბატონო, ბრძანეთ. რიან სუპერ, გენაცალეს მხარს. რვიანი, დიდი მადლობა პატრიოტთა ალიანსი, რომელსაც უჭერთ თქვენ მხარს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ნახვამდის, შემდეგ მაყურებელს ხაზზე ვთავთ, გამარჯობა. ისაუბრეთ, დიახ, თუ შეიძლება. ალო. ქალბატონო, შორენა. დიახ. დღეს ხმას მიწევს, ვისაც ხუა და გონება პატრიოტთა ალიანსი. არც ნაცები, არც კოცები და არც სხვა არავინ. თუ რამე ცვლილება უნდა, ერთადერთი 8 ნომერი. მადლობა ზარისთვის. 557-88-55-88 დაგვირეკეთ. დიახ და დაასახელეთ თქვენი პარტია. რჩეული, გამარჯობათ. გამარჯობა. ასი ხმა ნაციონალები. ასი ხმა ნაციონალები. კარგით, 100 ხმა თუ 10 ხმა ნაციონალებს ვერ გავიგე, კი ბატონო, იყოს თქვენი ხმა ნაციონალებთან. მადლობა ზარისთვის, შემდეგ მაყურებელს ისევ და ისევ დაუწყობთ რა თქმა უნდა დროს, გამარჯობა. დაუწიეთ ტელევიზორს, გთხოვ, თუ მორჩილესაც სხვაგვარად როგორ მოგმართოთ? გაუმარჯოს პატრიოტთა ალიანსი, დანარჩენები ჩორდოს დანარჩენები. გაუმარჯოს პატრიოტთა ალიანსი. დიდი მადლობა თქვენს. დაველოდოთ ისევ და ისევ მაყურებელს, მე მხოლოდ და მხოლოდ თქვენს ასე ვთქვათ რჩეულ პოლიტიკურ ძალას თუ ნომერს ვინიშნავ, რომელსაც დაუჭერთ მხარს შაბათს 4
გამარჯობათ, თუ შეიძლება ბრძანეთ. თუ შეიძლება ბატონო? 8 ნომერი. დიახ, მადლობა თქვენ ძარისთვის. გმადლობთ ძარისთვის. დაუწიეთ ტელევიზორს, გთხოვთ, არ გეწყინოთ შემდგომ თუ მოხდა ისე და გაითიშა ტელეფონი, გთხოვთ რომ გაითვალისწინოთ. პირდაპირ ეთერში მაყურებელია ასევე, გისმენთ? გისმენთ? ალო. თქვით, თუ შეიძლება, გისმენთ? დაუმორჯოს პატრიოტთა ალიანს. ოჯახიდან ვასწავთ 5 ხმას. კარგით, მადლობა თქვენ ძარისთვის. მოვინიშნავ თითოეული თქვენთაგანის ხმას მე აუცილებლად დიდი სიამოვნებით, რატომაც არა. ნებისმიერი პოლიტიკური პარტია დაასახელეთ, თავისუფლად შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, თქვენი შეხედულება გაქვთ ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალასთან დაკავშირებით. პირდაპირ ეთერში მაყურებელია ასევე, გისმენთ? გამარჯობათ. გამარჯობათ. პატრიოტთა ალიანსი. გამარჯობათ. პატრიოტთა ალიანსი. დიდი მადლობა თქვენ ძარისთვის. დიახ. უკვე არაერთხელ მოგახსენეთ და მაყურებელი ისევ და ისევ პრიორიტეტია დღევანდელ გადაცემაში, რა თქმა უნდა, და ზოგადად ყოველთვის გისმენთ. გამარჯობათ გენაცვალე. დიახ. დიდი სიამოვნებით მოგწევდი თქვენ ხმას რომ მოვდიოდი, მაგრამ სამწუხაროდ არ მოვდივარ. პროტესტად ხადებ, მაგრამ ისე თქვენ ხართ ღირსი, მაინც ყველასთან შედარებით. იცოდეთ რომ მაინც რომ ინვალიდი მეუღლე ყავს და ისიც დამეც ორივე. დიდი მადლობა, მე ჯანმრთელობას გისურვებთ, რა თქმა უნდა. უღრმესი მადლობა თქვენ აზრის გამოთქმისთვის. 5-5-7-98-45 და კვლავ შემდეგი მაყურებელი ხაზზე გყავს, გამარჯობა. ალო. გისმენთ? ჩამოყალიბებულ ხალხი ხარ. თუ შეიძლება დაასახელეთ პოლიტიკური პარტია ან გაერთიანება, შეფასებებს არ ვისმენთ დღევანდელ გადაცემაში. დაგემშვიდობებით. ძალიან გთხოვთ, ნუ გამიწყრებით, ეს შეთანხმებაა თავში, მე გადაცემა როდესაც დავიწყე, მაყურებელს თხოვნით მიუმართი, ასე რომ ნუ გამიბრაზდებით. პირდაპირ ეთერში მაყურებელი გყავს, გამარჯობა. გამარჯობა, გამარჯობა. დიახ. რომელი პოლიტიკური პარტია, ქალბატონო, დაასახელეთ? რვა ნომერი. დიდი მადლობა თქვენ ძარისთვის. ნახვამდის. შემდეგი მაყურებელი პირდაპირ ეთერში. თუ შეიძლება, გამარჯობათ. 8 ნომერი. ალო. დიახ, 8 ნომერი, გასაგებია. მოვინიშნე ასევე დიდი მადლობა თქვენს პოზიციისთვის. გმადლობთ რომ რეკავთ 5-5-7-98-55-88-ზე. იღებთ ჩვენს დღევანდელ ინტერაქტიულ გამოკითხვაში მონაწილეობას. გმადლობთ რომ ასევე ითვალისწინებთ ჩემს თხოვნას და ფორმატი არის იმ სახის რომ ლაკონურად აფიქსირებთ თქვენს აზრს და მაყურებელს უშვებთ ასევე კვლავ ღია ეთერში. მოგესალმებით. კონსერვატორები, ნომერი 3. დიდი მადლობა. და დაგემშვიდობებით. 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე ვსაუბრობთ თქვენთვის ასურველი პოლიტიკური პარტია თუ გაერთიანება. პირდაპირ ეთერში ხართ. კარგით. 2 დღე დარჩა, იცით, ვირჩევთ მერებს, ვირჩევთ ასევე საკრებულოს წევრებს, ნამდვილად დიდი პასუხისმგებლობა, სწორი არჩევანი კი უმნიშვნელოვანესი. მოგესალმებით. ალო. გამარჯობა. გამარჯობათ. ნუ დააყოვნებთ თუ შეიძლება ბრძანეთ, დიახ. ხო, მე გესმით ჩემი. მესმის, დიახ. მესმის. აი, ამათ ვინ დაგირეკეს ახლა და ვინ გაძებთ. თუ შეიძლება, მხოლოდ დაასახელეთ პოლიტიკური პარტია. კარგით, დავემშვიდობეთ მაყურებელს, თუ თქვენ არ ითვალისწინებთ ჩემს აზრს, მეც მიწევს რომ ვერ გავითვალისწინო თქვენი შეფასება. უმორჩილესად გთხოვთ. 5-5-7-98-55-88-ზე გვიკავშირდებით და მაყურებელს უსმენ ღია ეთერში. დიახ. ბრძანეთ. ოჯახიდან ვასწავთ 5 ხმას პატრიოტთა ალიანსს. გამარჯობთ. პატრიოტთა ალიანსი კვლავ. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ ძარისთვის.
და საინტერესოა როგორია თქვენი შეფასებები ზოგადად რა მოლოდინები გაქვთ, მაგრამ სამწუხაროდ ვინაიდან დღეს ამ შეფასებებს არ ვაკეთებთ, ვფიქრობ რომ ხვალ გექნებათ შესაძლებლობა დღის განმავლობაში და მათ შორის შაბათს რომ ეს შეფასებები გაკეთდეს. მაყურებელი არაერთია მაპატიეთ პირდაპირ ეთერში და გისმენთ. გამარჯობა. მაყურებელს ვუსმენ პირდაპირ ეთერში დაასახელეთ პარტია, დაასახელეთ გაერთიანება, თუ შეიძლება. გამარჯობა გენცო. დიახ, გისმენთ. ეს შეიძლება როგორ პარტიას მერწე ხმა? თქვენ ხომ იცით რომ არ შეიძლება. ორ პარტიას არა, მე შეკითხვა მინდოდა. ორ პარტიას ფიზიკურად ვერ აირჩევთ, რა თქმა უნდა, 4 ოქტომბერს. ამიტომ თქვენთვის რჩეული მესმის შეიძლება ორი პარტია და გიჭირთ არჩევანის გაკეთება, მაგრამ ხომ ერთი ციფრი უნდა შემოხაზოთ. აი ეს ერთი ციფრი დამისახელეთ მხოლოდ. მეორე აღარ იქნება საინტერესო დიდად. დაასახელეთ სამწუხაროდ მაყურებელი გავი და არჩევანი ვერ გააკეთა. და შემდეგ მაყურებელს რა თქმა უნდა აქვს შესაძლებლობა ისაუბროს ჩვენთან ერთად პირდაპირ ეთერში აი ასე საჯაროდ. მოგესალმებით. გისმენთ? თქვენ გესმით ჩემი ხმა, ამიტომ გთხოვთ არ დააყოვნოთ, პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. გამარჯობა. გამარჯობა. ოჯახიდან მოხივართ კონსერვატორებს აძლევთ ხმას. კონსერვატორებს აძლევთ ხმას. კარგით, დიდი მადლობა. 4 ხმა კონსერვატორებს. გადაცემის დასრულებამდე ძალიან მწირე დრო გრჩება, ამიტომ შეგიძლიათ ისარგებლოთ, შემოგვერთდეთ, მე მინდა რომ უკვე ასე ვთქვათ, გითხრათ შედეგი. პირდაპირ ეთერში მაყურებელია, გამარჯობათ. გისმენთ? 8 ნომერი. კარგით. დიახ, 8 ნომერი. მადლობა და თქვენს ნახვამდის. როგორია თქვენი შეფასება, გულისხმობ უფრო სწორედ და არჩევანი, რომელ პოლიტიკურ პარტიას ანიჭებთ უპირატესობას, პირდაპირ ეთერში მაყურებელს უსმენთ, გამარჯობა. რვიანი. დიახ. დიახ. რვიანი, პატრიოტთა ალიანსს თქვენი ხმა. და ისევ და ისევ მაყურებლის აზრი უმნიშვნელოვანესია, ამიტომ პირდაპირ ეთერში უსმენთ მას, გამარჯობა. რომელი პარტია თუ შეიძლება დაასახელეთ? ძალიან გთხოვთ დაუწიეთ ტელევიზორს და პირდაპირ ეთერში ბრძანდებით, დაასახელეთ პარტია იქნება ეს თუ გაერთიანება. ნახვამდის. დიახ, ანუ ფაქტობრივად და ძალიან მცირე დრო რჩება არჩევნებამდე. გამარჯობათ. ალო. გისმენთ? მერვე ნომერი დენასელეთ. 8 ნომერი, ანუ პატრიოტთა ალიანსი, რომელსაც უჭერთ შაბათს 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მხარს. გმადლობთ და დაგემშვიდობებით. შემდეგ მაყურებელს, რა თქმა უნდა, ჩვენ დაუთმობთ დროს მაქსიმალურად, როდესაც შემოგვერთდება, ბუნებრივია. დიახ, თუ შეიძლება მაყურებელი შემოვიყვანოთ ეთერში, მესმის რომ გადაცემისთვის განკუთვნილ დრო ფაქტობრივად რამოდენიმე წუთში ხო ამოიწურება. ჩვენ ვსაუბრობთ საკითხზე 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას ან გაერთიანებას უჭერთ მხარს. კარგით, სამწუხაროდ მაყურებელი ვერ შემოგვყავს, თუმცა მე მოგახსენეთ რომ შევაჯამებდით განვლილი 50 წუთის განმავლობაში თუ რომელი პოლიტიკური პარტია არის თქვენთვის რჩეული და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ რომ ზუსტად 70 ხმა რომელიც მაყურებელმა არგუნა პატრიოტთა ალიანსს ეს გახლავთ ნომერი 8. რაც შეეხება კონსერვატორებს ნომერი 3 18 ხმა აქვს მას დღევანდელი გადაცემის გამოკითხვიდან თქვენ იცით რომ ეს არცulis კი არა და არ არის ისეთი მნიშვნელობა უპირატესობის თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით ჩვენი ობიექტივის მაყურებელი და ასევე მოქალაქეები რომელ პოლიტიკურ პარტიას ენდობიან ამ მოცემულობით 70 ხმა აქვს პატრიოტთა ალიანსს ნომერი 8 18 ხმა აქვს კონსერვატორებს ნომერი 3 და ქართული ოცნება 41 2 ხმა დაფიქსირდა მხოლოდ და მხოლოდ დარწმუნებული ვარ ვერ მომედავება ვერც ერთი ტელემაყურებელი პირდაპირ ეთერში ვართ პირდაპირ ეთერში ვინიშნავდი თითოეულ ხმას
მადლობა. დღევანდელი გადაცემა ამით დასრულებულია. მე მინდა გისურვოთ წარმატება და რა თქმა უნდა გისურვოთ მშვიდობა. მე შორენა ჭიაურელი. დაგემშვიდობებით დროებით. კარგად ბრძანდებოდით.